სალამი მეგობრებო, მე ვარ ბევრთვის ნაცნობი და უფრო ბევრთვის უცნობი საბა გურული და ეს არის შოუ, რა თქმა უნდა. ანუ კიდე მიხვდით ხო ინტონაციის მუსიკა? რეალური პირველი ეპიზოდის შემდეგ მივიღეთ ბევრი დადებითი კომენტარი. არხზე გამომწერთა რაოდენობამაც მოიმატა და ასევე დიდი გამოხმაურება იყო სოციალურ ქსელებში. ბიჭო, ისე ქსელებში რა ერთი Facebook-ი გაქვს მარტო ის. როგორც იცით, მეგობრებო, ჩვენ გვაქვს რუბრიკა, რომლის მიხედვითაც ის სამი ადამიანი, რომელიც მოხვდება ჩვენი გადაცემის სამეულში, მიიღებს ერთგვარ ჯილდოს და საკუთარი პროფილის ფოტოთი მოხვდება ჩვენს კედელზე. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ რუბრიკის უფრო გაფართოება და ხალხის ჩართულობის გაზრდა. ამიტომ სამი ფოტოს ნაცვლად ახლა უკვე იქნება 4 პროფილის ფოტო. სურათი, რომელიც და ვინ არის მეოთხეო? იმისთვის რომ გახდეთ მეოთხე ადამიანი, თქვენ უბრალოდ უნდა გააზიაროთ ჩვენი იმ დროისთვის არსებული ბოლო ეპიზოდი და ჰეშტეგ რა თქმა უნდა დახმარებით უნდა თქვათ თუ რატომ ღირს რა თქმა უნდა ყურება. მაგალითად ჰეშტეგ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სასიამოვნოდ გავატარო შაბათი დღის 10 წუთი. და რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ ისიც რომ პოსტი უნდა იყოს საჯარო, public რა ენაზეზე გვაქვს Facebook-ი, მოკლედ მიხვდებით რა. შემდეგი კომპეტენტური ჟიური, ანუ ჩვენ ამოვარჩევთ საუკეთესო რა თქმა უნდა და მისი ავტორი მოხვდება სამეულთან ერთად ჩვენს კედელზე. და დღევანდელი სამეული არის ილია ჩიკვილაძე, მარი მიკროფონს გაუსხელი, მარი პერიშვილი და ისევ გიორგი ხიტარიშვილი. გიოცავ გიო, მეორეჯერ მოხვდი. და ესე თუ გააგზელე შპალერო გამოუშვა ბარემ. და დღეისათვის პირველ ვიდეო გამგვიგზავნა მარი პერიშვილმა. და ეს ვიდეო არის კვლელზე უნდა გვეთქვა, მაგრამ კვლელზე რა ბავშვზე არის. ბავშვზე უფრუღა. 9 თვის ბავშვზე? სასამართლოზე? თავდებზე? ხო. არა. არც ისე ბავშვი ჯობია რა. მაგარი. გაუშვათ ეს და ხალხი მოიფიქრებს რა. უპრეცედენტო სასამართლო პროცესი პაკისტანში, რომელმაც მსოფლიოს საზოგადოება შეძრა. 9 თვის პაკისტანელი ბიჭის სახელად მუსა სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა. მსოფლიო მედიის ცნობით ბავშვის მიმართ ბრალდება ბუნდოვანია. ერთ-ერთი ვერსიით ბავშვმა რამდენიმე პიროვნებაზე იერიში მიიტანა, რის გამოც იგი მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. ამ ბავშვს საჭმლის სავსე ბოთლის დაჭერაც კი უჭირს. როგორ უნდა მიეყენებინა ვინმესთვის ზიანი? 9 თვის ბავშვს უნდა და რომ ვიღაც მოეკლა. ანუ იერიში მიიტანა. უპრეცედენტო სასამართლო პროცესი პაკისტანში, რომელმაც მსოფლიოს საზოგადოება შეძრა. 9 თვის პაკისტანელი ბიჭის სახელად მუსა სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა. რა შეიძლება? დაუკვირდეთ ბავშვის სახელს, მას ქვია მუსა. აი, რანაირი სახელი, იცით, აი რომ უნდა გაშიფრო რა, რაღაცა ეგეთია და ჩვენც ახლა გავშიფროთ, რა თქმა უნდა. მუსა, მკვლელობა, უნდა, იყოს სადისტ, ახალშობილს, მკვლელობა უნდა სადისტ ახალშობილს. ზედმეტ სახელი. მუსა. ასაკი? 9 თვის. გუშინ ღამით რასაკეთებდი ჭოჭიალით რუსთაველზე. არაფერს აი ხა, სათამაშო დათუნიასთან ერთად გადავდი просто ესეთ მონში. სოსკა ქონდა? ნუ ხა მინდება ხოლმე რა, საკიმაკ ისეთი და. გასაგები. და ისა ფია მინდა და რა ხდება მაგაზე? 9 თვის პაკისტანელი ბიჭის სახელად მუსა სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა. გამარჯობა, ის თავდების სამბავზე აქ ხო, ძმაკაც დაიჭირეს მუსა რა, გაიგებდით ალბათ მუსას. კი, სოფლიო შეიძლება მაგამ ხო, აი ეგ არის ზუსტად რა და რაღაც 9 მილიონის ბაზარი არის რა და მეთქი ბარემ რაღაც ხო გადავიხდი ქეშა და მაქვს მოტანილი რა კეისით რა და როგორ ხდება აბა ეხლა თქვენი სახელი უნიჭირდა. დუსა, სახელი დუსა. ვიხართ ძმაკაცი ტრუსიკის მეგობარი ვარ რა, ბავშვობიდან ერთად დავართ რა. თქვენი ასაკიც 10 თვის. კარპისლები დავბერდი. ნუ არ გეტყობათ მაინც. მუსა ისეთი სახელია, თითქოს ორგანიზაციაც არისო რა, რაღაცა ისეთი, აი მაგალითად მუსა მარჯვედ უიარაღოდ სწრაფად ავა ორთქლებთ.
მუსა. ისე თუ მართლა იარსებებს ესეთი ორგანიზაცია, წარმოვიდგენე როგორი სიტუაციები იქნება შიდა სამზარეულოში. ბიჭო, ძუძუ ჭამე? ბიჭო, ძუძუ ჭამედო? ცოტა წამოვიზა. ბიჭო, ძუძუ ჭამედო? ბიჭო, ეხა მე წამოვიზარდე 21-ში. რა ხნის ახლა? 10 თვე შემისულა, 10 თვის გავხდი და გადახვედი შენ, ხო? მკითხე ფაფებზე გადავედი. ფაფებზე მანი. ბიჭო, იმ საქმეზე რა ქენი ვაფშე? გეპანდოს აეროპორტი. აეროპორტი ხო, აეროპორტი. კარგი, შენ რო ბაზუკა მომეცი იქ საწყობი. მაგისტრის მოგეციდა. ხო, ეხა რა, ბიჭო, ეგეთები გამიკეთებია, რა. ანუ ჩაოლებრივად. კი, სახე ავაცალე რო გავუხ. შენ თუ ვაფშე ეგ საქმე მორჩი? ძალიან მაგარი საქმე მაქვს. შენთვის კაროჩი ახალი AK-47-ების პარტია შემოდის რა, წეგან უფროსმა შემოაგდო და გზაზე არის დაყაჩაღება რა. დაყაჩაღება არის და წამო ხო? წამოვა ლაბარასვიზე. წამო ბაზარი და მოიც რითი მოდიხარ შენ? ჩემი ჭოჭიალი წამო. ჭოჭიალი, თქო 12 ბორბლიანი უბრალოდ ხო გამოგვადგება, კაი და სათამაშო დათუნია ჩაგდე უკან? უკან ყრიათ ამ დათუნია. არის ხო ბიჭო, ღამის თევა და რაღაცა ხო ისე ვერ ვიძინებდო და სოსკა დათვის, სოსკა ხო. ერთ-ერთი ვერსიით ბავშვმა რამდენიმე პიროვნებაზე იერიში მიიტანა, რის გამოც იგი მკვლელობის მცდელობაში აიჭმიტანილი. წარმოვიდგინოთ ეს ბავშვი როგორ იქნება სახლში. ანუ რას აკეთებს სახლში? წარმოვიდგინეთ. 9 თვისაა და უკვე იერიშები დააქვს იქით-აქეთ ჩაულებრივად. დედა. კალო, მოდი და გამომიცვალეს პამპერსი, ავყროლდი ამის. აბიჭი გავზარდე თავო. კაი, გამოდი ნაირად და ანები ხა თავი გადი, გაანები ცოტა ხანი დავყავოთ, მაგრამ თამაშოს. დიახოს. გავიდნენ და ხა გავიდნენ და აქედან სნაიპერი, აქედან ჩვეულებრივად ჩანს გავაძრობ სახის. ბაზარიერა. მუსა დედიკო, წვერი გაიპარსა და მოდი აქ მანიფაპა გაგიკეთე, შენ რო გიყვარს ისეთი, მოდი დედი. ალ ნუ გზარი. რატომ ხო შიდი პამპერსი წამოიღე რა? რატო და მინდოდეს ეხა მუსიკომ ჩაისვარა და მინდა რომ გამოუცვალო. კარგი. მოიცა დედა, რა თქვი? რას ქვია ეს ჩაისვარა და რაღაცეები, ა? მე რაღაცა გქენი ეგ ჩემი პრობლემაა, ეს პამპერსები და რაღაც არ გინდა რა. ნუ ერევი რა საქმეში გოგო. გამოყავი ენერგი წავიკითხო. აი რას ლაპარაკობდი გამაგებია. ძლივს არ მოიშორე, მამა თუ ვინ არის. გაიხარე თემურიკო, გაიხარე. ეს პამპერსიც ჩამძვრა, ესე იგი ხვდიდ ზომა უნდა ვიყიდო ამის მერე. ამ ბავშვს საჭმლის სავსე ბოთლის დაჭერაც კი უჭირს. როგორ უნდა მიეყენებინა ვინმესთვის ზიანი? აბა დედი, აიღე საჭმელი გამიკეთე, ჭამე მოდი. ეს რა არის? ეს რომლწლიან ძალიან კაი. ვახშულო კლაუს. ეფექტურიც არის. ქალბატონო, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გვაინტერესებს სად იმყოფება ამ მომენტში ოჯახის უფროსი, ანუ მამა სად არის ბრალდებულის მამა, დიახ. მუსას მამა ეხა გასულია ბაღშია, ცოტა ადრე დაკაცდა. ბაღშია. დიახ, ჩაიწერეთ. ცოტა ადრე დაკაცდა და ეხლა ზეიმი. მიზანი ბაღში ყოფნის. დიახ, ანუ ზეიმი აქვს და რაღაც გადარბენებზია, ჩოხა აქვს საშოვნელი რაღაც ძალიან კარგი ზეიმი იქნება. მინდა გითხრათ, შეგიძლიათ მობრძანდეთ. არის ხო? ანუ კი არის საშუალება მუსიკოსაც წამოვიყვან. ანუ შემიძლია ჩემი მშობლებით წამოვიყვანო, ხო, თავისუფლად. შეგიძლიათ დედი მამა წამოიყვანოთ, ასაკიოთ ცოტა. და ბავშვთა კრება იყო? კი. რა შვები ნარგიზა შენი ბიჭი რაზე ყავს გოგო? რა ვიცი ლამზირა გოგო, ისევე გადმოვიყვანით AK-47-ზე, ძვირი უჯდებოდა დედამის და მამამის და რაზე აქამდე რაზე იყო? AK-100-ზე. AK-100-ები კი ისე მოძველდა რაღაცა არის მაგაში. რაღაცა იყო თან ისეთი აღარ წონდა კონდა. და შენი რა შვება, შენი ბატონი? ჩემი გოგო გადავიყვან უკვე ბაზუკებზე არის ეხა. გაიზარდა კაცია მომესტრო, სადაც კი რამე, ესე იგი, სადაც რამე ტერორისტული დაჯგუფება არსებობს და სადაც რამე აქტი მოხდა, ყველგან არის გოგო, ყველგან ყველაფერზე დება. ესე არის ბავშვობიდან ცეტი რო დაიბადები. ყველაფერზე დება ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცია. კი, ყველა ჩემი. რო უთხრა, რა იხა ბომბი მოიტანეო და მიდიო აქვე აფეთქეო, არა, მაგრამ რო დაურეკავენ, იცი, რო დაურეკავენ და აი ვალდებულებას რო იგრძნობს. ვაიმე გოგო, რას ლაპარაკობ? ისეთები აუღია? ხრა, გაგაგიჟო. იმ დღეს ურეკავენ რაღაც შემდეგი ვიდეო გამოაგზავნა გიორგი ხიტარიშვილმა.
ისევ გიორგი ხიტარიშვილმა. და ეს ვიდეო არის ფაქტიურად არაფერზე არ არის ხა, არანაირი ვიდეოა, სხვა არაფერი. ხდომის დაწყებამდე როგორც საკრებულოს დეპუტატები ამბობენ, გიორგი გიუაშვილი ბესიკ ფოფხაძეს სურგიდან მიეპარა და დაარტყა. დღეს რა იყო? ეს იყო პასუხი, თუ გინდათ ასე დავარქვათ. პასუხი იმ ძალადობას, რომელზეც არც სამართალდამცავები არ ღებულობენ არანაირ ღონისძიებებს ამის აკრძალვის, ფაქტიურად ეხლა ის ფაქტობრივად მე არ დამიტყია იმისთვის რა, არანაირი შევაფურთხე, სხვა არაფერი. ნუ ამ ვიდეოსთან დაკავშირებით სათქმელი რაც არის განსაკუთრებული, ნუ ფაქტურად არაფერია სათქმელი არანაირი, სიტუაციებია სხვა არაფერი. გიო რა ხარ ბიჭო? როშ, რა შვები? ეს თვალზე რა გჭირს რა არის ეს? რა ბიჭო თვალია თუ ყურია? არ გინდა? რა შვები რა მივიდაო? იმ დღეს ბირძაზე ვიყავი ბიჭო გავიარე რა და ბიჭემა გადმოიფურთხე სერიოზულად მოუხდა. ბიჭო ხო არა რა იციან ხომ ეს ქუჩაში მე დავდივარ ბიჭო და დამჩება ეხა ბავშვები. ბიძაშვილი ბიჭო ბიძაშვილი ეგრე ფურთხით რას ლაპარაკობ. მოდი გაჩერდი ბიჭო საფრთხეში არ გააკეთა ფურთხაში. ცხოვრება და სუპერკი მეძახიან ფურთხაზე ბიჭო. ბიჭო შეინახე ცოტა. ფაქტიურად ეხლა ის ფაქტობრივად მე არ დამიტყია იმისთვის რა, არანაირი შევაფურთხე, სხვა არაფერი. მაშასე მეგობრებო, დღეს ერთმანეთს შეფურთხებიან. მარცხენა მხარეს დეპუტატის მეგობარი გიო გიუნაშვილი, ხოლო მარჯვენა მხარეს დარჩება სიურპრიზად. ახლა კი ჩვენ წინ გველოდება ძალიან საინტერესო ორთოფურთხვა. რა შეფასებას გააკეთებდი დღევანდელ რაუნდთან და დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით? ძალიან კარგი თამაში იყო. ვიხედავთ ეს რომ წავაგე. რაც შემეძლო ყველანაირად შევაფურთხე, ყველა მხრიდან მიუდექი და რავი მთელი დორბლი დავდე მოედანზე რა. ბოლო შეფურთხებაზე რო გითხრათ? ბოლო შეფურთხება იყო ჩემთვის სავალალო, იმიტომ რომ ნახველიანი იყო და ვეღარ გაუძელი. მწვანე იყო ძა? გამარჯობათ ექიმო, გამარჯობათ. მიცანით. კი გიცან, ჩემ მუდმივ კლიენტი. მშვიდობა? პრობლემები გაქვს? კი, აი თქვენი ანალიზი ახლა გაგაცნობთ ყველაფერს. ფაქტიურად ხა თქვენ არ მოგტევით რა არანაირი. ნუ უბრალოდ კი მოგაქვთ. კი მომოს. კი მოვა? კი, უმძიმე სტადიაშია, მინდა გითხრათ, უბრალოდ დაგჭირებათ 5. 5 რა? აი გაიგებთ 4 წამში 3. 2. ნუ სხვა ყველაფერი კარგი, მაგრამ კიდევ რისი გამოყოფა შეიძლება არის ამ კაცის ფიქრის მანერა. მანერა რა? ბგერა. დღეს რა იყო? ეს იყო პასუხი. არც სამართალდამცავები არ თუ შეიძლება გითხარით, მოგეწონათ თუ რა დღევანდელი გამოფენა და თუ გამონახავთ რაიმე წუნს? ნუ წუნზე ნამდვილად შემიძლია საუბარი, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა დღევანდელი გამოფენა, ასევე მომეწონა აქ გამოფენილი ყველა ნამუშევარი. მაგალითად როგორც არის ფაქტიურად ეხლა ის ფაქტობრივად მე არ დამიტყია იმისთვის რა, არანაირი შევაფურთხე, სხვა არაფერი. ალო? 112-ია ხო? დიახ. სასწრაფოს გამოძახება მინდა ფალიაშვილის ქუჩაზე. კაცი აგდია ჩემ წინ. აი ხლა უყურებ, დიახ. ნუ მდგომარეობა, ნუ ფაქტობრივად არ ყვდება არანაირი. შეაფურთხეს ახლა სხვა არაფერი, როგორც უყურებ, გალორწყვილია ცოტა იქით. ეს რა არის, ბიჭო? ნუ ფაქტობრივად მე არ დამიტყია არანაირი, შიტოკი ჩამოუღე სხვა არაფერი ახლა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით აბას თუმანის ობსერვატორიაში, სადაც უდიდესი აღმოჩენა გააკეთა ქართველმა მეცნიერმა, დიახ, თვით ქართველმა მეცნიერმა და ჩვენ გონი უნდა გვეშინოდეს, ან შეიძლება სულაც არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ გავიგებთ თვით მისგან, რომლის სახელი არ ვიცით, მიუხედავთ იმისა, რომ უამრავი ადამიანი მაინც არავინ არის მის სახელი და ჩვენ ახლა გავიგებთ პირდაპირ ეთერში. რა გქვიათ? ყველას გეტყვით, მე მქვია თქვი. თქვი? თქვენ თქვი? დიახ, მე თქვი. თქვი? დიახ, თქვენ. ბატონო თქვი, უნდა გვეშინოდეს, რა ხდება? გითხარით. კარგად მომიშვიდეთ მიკროფონი, არ დაიღალოთ ჩემო ბიჭო, განკაცო ეგ, კარგად ბევრი სალაპარაკო გვაქვს. მოკლედ მეგობრებო, გუში ღამით მე გავიხედე ჩემს უნიკალურ ტელესკოპში, რომელიც ყველაფერს ჩანს, დედამიწის გარეთ გავიხედე, გალაქტიკაში გავიხედე, დავინახე რომ ჩვენ მოემართება დიდი ასტეროიდი. რაო? დიდი ასტეროიდი თქვით? დიდი ასტეროიდი. კი. დიდი ბატონო, რომელიც დედამიწაზე დიდი, მთლით კაცობრიოდ გადაგვაშენებს. ანუ დიდი ასტეროიდი დაგვეჯახება, გავნადგურდებით, გადავშენდებით? ფაქტიურად ხა გადავშენდებით რა, არანაირი აორთქლებით, სხვა არაფერი და ნუ დაგვეცემა ჩავკარგოთ გალაქტიკაში და შემდეგ თუ აორთქლებით წვიმის სახით. გონი ეს კაცი არც არაფერს იტყუება, არც გადავს ან რამე მაგდაგვარი, უბრალოდ სპაიდერმენია. სპაიდერმენია რა, შეაფურთხა.
სულ არაფერი. ფაქტიურად ეხლა ის ფაქტობრივად მე არ დამიტყია იმისთვის რა არანაირი შევაფურთხე სხვა არაფერი. შემდეგ ვიდეო გამოაგზავნა ილია ჩიკვილაძე და ეს ვიდეო არის სამსაიდუმლო ნიშანზე. უпростоრად სხვანაირად ვიტყვი. სამსაიდუმლო ნიშანზე. მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგაშვილი გიორგი, 4 წიგნის ავტორი, სხეულის ენის ექსპერტი და ფსიქოლოგი. დღეს მინდა გესაუბროთ სამსაიდუმლო ნიშანზე, მოსწონხართ თუ არა გოგოს. პირველი, ეს გახლავთ თვალებში ყურება. უყურეთ გოგონას თვალებში, თუ ის თვალებს ქვემოთ დახრის, ესე იგი მოსწონხართ. ხოლო თუ გვერდზე გაიხედავს მარჯვნივ ან მარცხნივ, არ მოსწონხართ და თქვენით არ არის დაინტერესებული. მეორე საიდუმლო ნიშანი, ეს გახლავთ თვალის გუგების გაფართოება. როდესაც გოგონას შეხვდებით, დააგულით თუ მისი თვალის გუგები გაფართოვდა, ის თქვენით დაინტერესებულია და მოსწონხართ. ხოლო თუ იგივე ზომის დარჩა, არ მოსწონხართ. და მესამე საიდუმლო ნიშანი, ეს გახლავთ ფეხის თქვენი მიმართულებით გადაჯვარედინება. გოგონა, რომელიც თქვენს გვერდით ზის და მას ფეხი თქვენი მიმართულებით აქვს გადაჯვარედინებული, მაშინ ის ქვეცნობიერად გეუბნებათ, რომ თქვენით დაინტერესებულია. მოდით ნახოთ რა მოხდება თუ ჩვენ მართლა გავითვალისწინებთ მის სამსაიდუმლო ნიშანს. გაუმარჯოს გოგოებო! აბა დღეს რა ამბები გვაქვს? ნახე. აჰა, კარგი. ნიკუშ, ბიჭო, აქ გუგებზე არაფერია ახალი, რა შეკე ფეხი ფეხზე რა ხდება? მოვდივარ. ხო და მეთქი ბაზარია რა გავაკეთებ რა ისე ვიყავი რა. ეგ მომიყევი, მაგრამ სოლზე რა ხდება? სოლსატოდაში. აუ, ცოჩები, ბიჭო, მაგითხეს? მითხეს რაღაც იყო. ბიჭო, იმ დღეს მოვდივარ სამსახურიდან რა და კარჩე რაღაც ისეთ პონჩი ვარ, რაღაც კაი ხასიათზე ეს რაღაცეები და ცოლი მიღებს რა კარს ეხა რა თქმა უნდა სახშია რაღაც დიასახლის ხოვაზე ხარ და ეტყვა ახალ გაღვიძებული იყო მე დილას მოვედი მორიგე ვიყავი და გააღო ბიჭო ხალათითა რაღაც აი კარგ ხასიათზე ვარ მეთქი ჩავხედო თვალებში რაღაც ისე მომიდა რა ბედი მაინც რა არის ბიჭო და ჩავხედე თვალებში გუგები არ დამიპატარავა მეთქი დაბაი დაახვიე სახლი და ჩემი გუგებს ვის უპატარავ ბიჭო ნერვებზე რომ ამთხარა ჩემი 2 დღეს ვიწყნარებდი იმაზე ვფიქრობდი ვაფშე თავიდან ლინზები ხო არ ქონდა მეთქი იმიტომ რომ თავიდან რავი იმ ხელაზე აფართოებდა ძმაო თვალებს მეთქი რავი ამის სიყვარულის შემჭავს და გარდამსასვლელს მეთქი მთელ სამყაროსთან ერთად მაგრამ რავი ძმაო დააპატარავა ძმაო და მან დამთავრდა ყველაფერი კონცერტში მარტო გუგა იყო ეგ გოგოც ბიჭო გამარჯობა გიმარჯოს 18-ჯერ მობოძა კარგია და მომატეთ ახლა დიახ ცოლი შეძენა მინდა უბრალოდ მოყვანა მინდა ცოლი და გოგო შეძენა მინდა და რაღაც ვარიანტები ვნახე მაგრამ სამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს რა და ხო იქ საწყობში ეს ახალია რა 2000 ბოლოა 2000 ბოლო კარგია რა ვარიანტები ახლა გუგებში როგორა გუგა კაია ფეხ საითიდეს ფეხს აჰა ძალიან კარგი რო შევხედავ საითი ხედება დაბლა იხედება კარგია ეს ხო იცი მეფიც ანუ დაუკვირდით ნახეთ ხო ისა შემიფუტეთ წავიღებ ეგრევე ცოლად მომყავს აუ ეკიმო უნდა მიშველოთ კი რაზეა პრობლემა გუგები მიფართოვდება თავისი და ყველა ბიჭს გონია რომ მომწონს ეს თქვენი პრობლემა არ არის აბა ნახე თვალი აი ცუთი რა ხდება ნუ მოკლედ ეს თქვენი პრობლემა არ არის თქვი ჩემი პრობლემა არ არის ჩემი პრობლემა არ არის მოკლედ ეს არის სინდრომი როდესაც თქვენ ვიღაც მოგწონთ მე მოგწონ ვართ არა ეკიმო გუგამან ეკიმო ნუ კარგი სო ეგ არის ეს ყველაფერი კარგი მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირობები არ გვიწყობს ხელს აკო ხო იცი შენში ყველაზე მეტად გამოუცნობობა მიყვარს რა მართლა ლუკა ისე მგონი ეს კაცი ვიდეოს დასასრულისას გვიმხელს მის კიდევ ერთ პროფესიას უბრალოდ არ გვიმხელს მაგრამ ლაპარაკის მანერით გვიმხელს უცებ რა ის შემოეპარა დღეისათვის სულ ეს იყო დამატებითი ინფორმაცია რომანტიკული სხეულის ენის ჟესტების და სხვა სხეულის ენის ჟესტების შესახებ სხვა სხეულის ენის ჟესტების და ასევე კიდევ სხვა ჟესტების შესახებ შეგიძლიათ მეკითხოთ ელიავაზე როგორ მოხალთ ქუჩაზე გიორგი გიორგაშვილი სანტექნიკი მალი არის ესპალერის გამგრავი და კიდევ ასე შემდეგ დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო თუ თქვენ მოგეწონათ დღევანდელი ეპიზოდი მოიწონეთ და რაც ყველაზე მთავარია გააზიარეთ ასევე თქვენ თუ გსურთ რომ გამოგიზავნოთ რაიმე სახალისო ვიდეო ასევე მოხვდეთ ჩვენს გადაცემაში და ჩვენს კედელზე
მაშინ გამოგიგზავნეთ თქვენი ვიდეოები, რა თქმა უნდა, Facebook-ის გვერდის ჩატში. ასევე არ დაგავიწყდეთ hashtag რა თქმა უნდა გაზიარებები, რომ მოხვდეთ მეოთხე ადამიანად ამ სამეულთან ერთად ჩვენს კედელზე და ეს იყო შოუ, რა თქმა უნდა. შევხვდებით მომავალ შაბათს 9 საათზე.